ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. დათვლილია საქართველოს მასშტაბით გახსნილი ყველა 3061 უბანი. ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა რეგიონში მოიგო. დედაქალაქში კი გამარჯვება კახა კალაძემ დიდი უპირატესობით მოიპოვა. დეტალურად ცესკოს ბოლო მონაცემებს ახლა დესი ვარდოსანიძე გაგვაცნობს. დესი გისმენთ. დიახ, მარიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა ცესკოს პრესპიკერმა ნათია იოსელიანის განმარტებით ამ დროისთვის ყველა უბანი დახურულია და ხმები დათვლილია. მისი განმარტებით ქვეყანაში უკვე მეორედ ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ჩატარებული არჩევნები წარმატებით ჩატარდა. მისი თქმით, ამ დროისთვის შესული არის 25 საჩივარი. საჩივარი ძირითადად შეეხება ბიულეტენზე უკანონოდ ფოტო გადაღების ფაქტებს. ნათია იოსელიანის განმარტებით დედაქალაქსა და რეგიონში გამარჯვებული პარტია არის ქართული ოცნება. მან მადლობა გადაუხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს იმ პროფესიონალიზმისთვის და გაწეული სამუშაოებისთვის, რომელიც მათ გუშინ განახორციელეს. ნათია იოსელიანის განმარტებით 100%-ით არის დათვლილი ყველა ხმა და მან ეს არჩევნები შეაფასა ისე როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არჩევნები. ადგილობრივი პროპორციული არჩევნები თბილისის შემთხვევაში უბნების ჯამური რაოდენობა 584, დათვლილი უბნების რაოდენობა არის 584, ანუ 100%. შედეგები ასეთია. ნომერი 1, მამული ენასარწმუნოება 3081 ხმა, 1,1%. ნომერი 3, კონსერვატორები საქართველოსთვის 13025 ხმა, 4,30%. ნომერი 5, ჩვენი გაერთიანებული საქართველო 1770 ხმა, 0,58%. ნომერი 7, თავისუფალი საქართველო 2711 ხმა, 0,99%. ნომერი 8, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 3245 ხმა, 1,7%. ნომერი 9, ძლიერი საქართველო ლელო 30050 ხმა, 9,99%. ნომერი 11, საქართველო 977 ხმა, 0,32%. ნომერი 12, მწვანეთა პარტია 1922 ხმა, 0,63%. ნომერი 14, სახალხო ხელისუფლება 803 ხმა, 0,26%. ნომერი 25, გახარია საქართველოსთვის 9673 ხმა, 3,19%. ნომერი 36, გირჩი 23275 ხმა, 7,79%. ნომერი 41, ქართული ოცნება 211814 ხმა, 70,5%. წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგს. უბნების რაოდენობა 584, დათვლილია 100%. კანდიდატის ნომერი 1, კანდიდატი თეიმურაზ ბოკელავაძე, მამული ენასარწმუნოება 2364 ხმა, 0,78%. ნომერი 3, ზურაბ მახარაძე, კონსერვატორები საქართველოსთვის 12311 ხმა, 4,9%. ნომერი 7, კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო 4401 ხმა, 1,46%. ნომერი 8, ოთარ ჭითანავა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2678 ხმა, 0,99%. ნომერი 9, ირაკლი კუპრაძე, ძლიერი საქართველო ლელო 36863 ხმა, 12,27%. ნომერი 11, გიორგი ლილუაშვილი, საქართველო 1347 ხმა, 0,45%. ნომერი 12, გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტია 2343 ხმა, 0,78%.
ნომერი 36 იაგო ხვიჩია გირჩი 22935 ხმა 7,63%, ნომერი 41 კახა კალაძე ქართული ოცნება 215,083 ხმა 71,61%. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმის მიცემის პროცესი გუშინ დილის 8 საათზე დაიწყო. ყველა უბანზე და საღამოს 8 საათზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 12 პოლიტიკური პარტია, ხოლო არჩევნების პროცესს აკვირდებოდა 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. მადლობა დესი ვარდოსანიძე საუბრობდა ცესკოს ბოლო მონაცემების შესახებ პირდაპირ ეთერში.